გამარჯობა მეგობრებო. ეს არის სუბიექტურად ობიექტური და ობიექტურად სუბიექტური არხი, რა თქმა უნდა და არავის არ უნდა გაუკვირდეს ჩემი პოზიციები. ზოგადად ეს ისე ძალიან ნერვებმოშლილი ვარ. აი უკიდურესად ნერვებმოშლილი ვარ. პირველ რიგში მინდა UFC-ზე რაღაც კომენტარი გავაკეთო, ვინც უყურეთ მეგობრებო და ვინც მოყვარული ხართ და თვალს ადევნებთ ამ ღონისძიებას. დღეს დილით გამთენიისას ბევრი ჩხუბი იყო, საბოლოო ჯამში ძალიან ისეთი ნორმალური იყო, რაღაც ბევრი ნოკაუტები და ასე შემდეგ, მოულოდნელობებიც იყო. მაგრამ საჩემპიონო ბრძოლა ბოლო, რა თქმა უნდა, გულისხმობ დუპლესი ჩიმაევის შეხვედრას, აი არ ვიცი, სიტყვებით როგორ გამოვხატო, მართლა არ ვიცი. ესეთი საზიზღარი ჩხუბი, აი უბრალოდ UFC-ს არ ეკადრება. წადი შვილო იჭიდავე რა, წადი თავისუფალი ჭიდაობა თუ რამე მაგვარი ჭიდაობის სახეობა, იქ იყავი რა, წადი რა, ოღონდ აქედან წადი. ნუ აი ეს დაღესტნელები და აი ეს ყაბარდო ბალყარეთი და აი ასე შემდეგ მეგობრებო, აი კატასტროფა ამათი იყოფნა, აი კატასტროფაა ჩვეულებრივად, რაც არ უნდა მილიონი ჩემპიონი ყავდეთ ყველა წონაში, აი გულისამრევია ჩემთვის ჩვეულებრივად. მე არასოდეს არ ვიყავი დუპლესის მოყვარული, მაგრამ აი ამ ბრძოლამდე კარგად დავფიქრდი და შევაფასე მისი არაორდინალური ჩხუბი, არც ქუჩურია, არც სპორტულია, მოკლედ ჩორტი უზნაით რო იტყვიან მეგობრებო და მაგრამ რაღაცნაირად დავამუღამე და დღეს ვფიქრობდი, რომ აი როგორც არ უჩხუბია ჩიმაევს არც ერთი ბრძოლა ესე უსუსურად და ესე საზიზღარი სახეობით, აი პრაგმატიზმიც არის და პრაგმატიზმიც, მაგრამ ეს იყო გულისამრევი მეგობრებო, არც ერთისკენ, არც მეორესკენ არ ვიყავი, უბრალოდ მინდოდა ფეხზე მდგომი ჩხუბის ნახვა და მე კი არა მთელ ჩიკაგოს და მთელ UFC-ს მოყვარულებს მთელ სოფლიოში, მაგრამ რა გააკეთა ჩიმაევმა, აი გასაგებია ქამრის მოპოვების სურვილით, ესე იგი აი მიაფურთხა ყველანაირ ჩხუბს, ყველანაირ სანახაობას, მე არ ვიძახი რომ ეხლა ვთქვათ ვიღაცები თუ თვლიან რომ ჩიმაევი როგორც გრეპლინგშია მაგარი, ისე ფეხზე მდგომი მუშტიკრივში, ნურას უკაცრავად რა. ესე იგი ილია თოფურია, შენ გენაცვალე, შენნაირი ხო არავინ არ არის საერთოდ, ფაქტიურად არავინ არ არის, რომელსაც ესე მაგრა შეუძლია გრეპლინგიც და მუშტიკრივიც და მაინც ხალხისთვის საპატივცემულოდ რა თქმა უნდა, მაინც ფეხზე დგომს აწვევი რო იტყვიან და მუშტიკრივი გინდა ყოველთვის რო გააჩაღო. აი როგორ გითხრათ, აი რა პატივსაც ვცემდი ჩიმაევს აქამდე, საერთოდ აი მისი ხსენებაც აღარ მინდა მეგობრებო. აი ვიმე თუ მეტყვის რომ 500 დარტყმა გინახავს, ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, 500 დარტყმა მიაყენა დუპლეს მეგობრებო, ეს რა მომხდარა 500 ყოფილიყო თუ გინდა და მილიონი. როგორ და რანაირად, ესე იგი ტიპი გაექცა, ერთი წამი ვერძლებდა, რომ დაგდებაზე არ ეფიქრა და ფეხებში შევარდნაზე, აი მეტი რო არაფერი არ იცი ადამიანმა და მარტო აი ეს კოდირებულად რო გიდევს თავში, რომ აი უნახავ, მაგრამ ანახაო და პირდაპირ ფეხებში და აი ილიამ რო იცის ხოლმე ამ საოცარმა კაცმა რო იცის ესე და კიდევ არ დაუკარგოთ ჰოლოვეი მიცის, აი ცენტრს რომ მიანიშნებს, რომ დამიდექი ბიჭო, ცხვირპირი უნდა გაგინაყო და მოდი მუშტიკრივი. ესე იგი დუპლეს ჯერ ამან ხო გამაგიჟა, ცალკე გამაგიჟა მეგობრებო, იქ ხედავ რომ 1-2 წამიც ვერ ითმეს ტიპი, რომ პირდაპირ უნდა რომ აგაქციოს და აი რაღაცნაირად მთელი 5 რაუნდი ხო დაღალა ხალხი და ჯერ აპლოდისმენტებით შეხვდნენ და ოვაციები და იყო ერთი ამბავი და მერე ბოლოს უსწვენდნენ მეგობრებო, აი ამ საზიზღარი
ამ საზიზღარი სანახაობის გულისთვის, რაც ჩიმაევმა ხალხს მიგვარა, ეს იყო გულის რევა, ჩვენ ვისაც არ გინახავთ, არა, ვერც გირჩევთ რომ უყუროთ, რას უნდა უყუროთ, მეგობრებო, საზიზღრობა 5 რაუნდი. ნუ აი, არ ვიცი რა და კი ბატონო, მოიგო კამარი. არ ვიცი, ალბათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ხართ ჩიმაევის, მაგრამ ეს იყო გულისამრევი რა, ეს იყო საზიზღრობა რა. დადექი ცოტა ხანი ფეხზე, მაგრამ არა, როგორც ჩანს მეგობრებო, მართლა ეშინოდა ფეხზე. მუშტიკრივის რამდენჯერაც, აი რაც კი წამები ქონდა დუპლეს, კი ნახეთ, როგორ შეტევაზე იყო სულ და ცხვირპირში მოარტყა ყველა ჯერზე. აი ეს იყო, რომ შიში ოხერია და პარტერში და ნუ 500 დარტყმა დააგროვა ბონუსებით და რა თქმა უნდა 25 წუთიდან ალბათ 23 ძირს გორაობდნენ. ბრავო დუპლესი, როგორ დაიცვა თავი, იმიტომ რომ ძალიან მაგარია გრეპლინგში ჩიმაევი და ყოჩახ დუპლეს რომ აი ეს როგორც ეგონა რომ დაახჩობდა მთელი 25 წუთი რომ მაგას ცდილობდა და რო არ გამოუვიდა, აი ამიტომ ბრავო დუპლეს. ფეხზე რომ მდგარიყვნენ მეგობრებო, აი დარწმუნებული ვარ 1,000,000% რომ ცხვირპირს გაუნაყავდა, აი დაადებილებდა ისეცემდა, მაგრამ აი ესე გაექცა ყველანაირად და არ გამოვიდა ჩხუბი რა. ის თავს იცავდა რომ არ დაეხჩო, რამე ილეთი არ გაეკეთებინა მახჩობელა და ამიტომ გაფუჭდა ჩხუბი და ესე 25 წუთი უყურეთ სვარკას, ეს სიტყვა უნდა ვიხმარო სვარკას. ხო და აი ესე მეგობრებო, სხვადასხვა ჩხუბებიც იყო რა თქმა უნდა, სხვა იმაზე საუბარი აღარ მინდა, მეუბრალოდ აი ამ ცუდ რამეზე მინდოდა აქცენტი გამეკეთებინა, რომ ჭიდაობა თუ გინდა წადი მეგობარო რა, წადი, ჭიდაობის სახეობა არსებობს, რამდენიმენაირი და წადი იქ რა, ნუ აფუჭებ რა ამ სპორტს რა, ნუ აფუჭებ რა, ეს რა იყო რა, ეს რა იყო რა, კაც ჩხუბი უნდოდა და არა ჩხუბა, გაექცა რა, აი ეს არის 2x2 4. რა თქმა უნდა ეხლა აქ სხვადასხვა მოსაზრებები იქნება და ბევრი გამაკრიტიკებთ, მაგრამ არ მაინტერესებს, მართლა არ მაინტერესებს, ვინც მაგის მხარეზე იყო, ისიც უსტვენდა მეგობრებო, მე რო თავი დამანებოთ, ისინიც უსტვენდნენ და კი ბატონო, კონდეს ის კამარი არსად დაკარგოს, აი ესეთი უსუსური და პრაგმატული ჩხუბი, პრაგმატული გამიგია, მაგრამ ესეთი ჩხუბი მე არ გამიგია მეგობრებო. მშვიდობაში, მოკლედ ესე იგი დაიწყო, ეხლა ფეხბურთზე გადავალ, თორე ვერ მორჩები მის კრიტიკას და ამის შეფასებას, ასე რომ ფეხბურთების წვიმა წამოვიდა უკვე მეგობრებო და დაიწყო ჩემპიონატები, მიქაუტაძის გოლს გილოცავთ 0-1 მოუგო ლანს ლიონმა გასვლაზე და ჟორჟმა შეაგდო ფოფანას გადაცემით და 1-0 გაიმარჯვეს. დღეს კვარას პარიზი თამაშობს და იმედია რომ ხვიჩიტო დღეს იბწყინებს და ისიც შეაგდებს ბურთს. აღარ გავაკეთე სპეციალურად მიმოხილვა ჩემპიონთა ლიგა, UEFA კონფერენს ლიგა. აი ხა ახალი ტური იწყება მეგობრებო და ბოლო ტური რა თქმა უნდა უკვე ჯგუფში გადასასვლელი და აი მაგას გავაკეთებ ჩვეულებრივად, მიმოვიხილავ. ასე რომ მეგობრებო, არ შემეძლო ეს ემოცია რო არ გამომეხატა, ძალიან მაინტერესებს ვინც კარგად ერკვევით და ვინც ყოველთვის უყურებთ UFC-ს. აი თუ შეიძლება აი ამ ფინალის დუპლესი ჩიმაევის ფინალის ორი სიტყვით მიმოხილვა რომ დამიწეროთ კომენტარებში, მოგეწონათ, ალბათ როგორ თქვა, ეხა აი არ ვიცი, შეურაცხყოფა იქნება რომ აღთოვანდით ამ ჩხუბით, მეთქი რო გითხრათ, იმდენად ცალმხრივი იყო და იმდენად ჩაშალა, ჩაშხამა და ჩაკლა ყველანაირი ჩხუბის ვარიანტი ჩიმაევმა სირცხვილი უბრალოდ ესეთი წარმოდგენისთვის.
ასე რომ ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, აუცილებლად ველოდები კომენტარებში და ვიდეო მოიწონეთ მეგობრებო, ნუ დამზარდებით, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და ეს პოლემიკა, რაც ყველაზე მთავარია და ჯანსაღი, ეს ვაწარმოოთ და ვიაქტიუროთ. ყოველივე საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით, უყუროთ ჩემპიონატებს, უკვე დაიწყო და ბევრი გოლები, დღეს ძალიან კარგი თამაშებია და რა თქმა უნდა ჩვენი აქცენტი არის PSG-ზე და ხვიჩიტოს კარგ თამაშზე და გოლზე. შევხვდებით ძალიან მალე დროებით.